ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის პირველი შემთხვევა არ არის და ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. დაგეგმილი იყო თავდასხმა ტიტუშკების მხრიდან. ჩვენ კადრები გვაქვს ნანახი, მათ შორის თქვენი მხარდამჭერების გადაღებული, ბატონ კახა. კადრები გვაქვს ნანახი, თქვენი მხარდამჭერების გადაღებული, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მოაწყეს პროვოკაცია გუშინ. იდენტიფიცირებული არიან მოძალადეები, რატომ არც ერთი არ არის დაკავებული? ძალიან მარტივი არის. გუშინ ჟურნალისტებს გაუსწორდნენ. შეგიძლია ცოტა ხმადაბლა ისაუბრო, ყურში მიყვირით და სხვას უცემდა თქვენი დროც მოვა. თქვენი დროც მოვა. რატომ არავინ არ არის დაკავებული გუშინდელი მოძალადეებიდან? ყველას გიპასუხებთ დასვას შეკითხვა. არ მაინტერესებს ყავს გინ პირდაპირში. რატომ ხალხს აინტერესებს თქვენი ეგ არის. წვანე შუქი, რატომ ეგ არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, იმიტომ რომ ის არსებული 30 აკაცუკი არავის არ აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი. და მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა. ბატონ, ახლა რომ გვიპასუხოთ შეიძლება. იდენტიფიკაციავა შეიძლება პირობა მომცარონ და მიყოლიმქონდა. ბატონ, იდენტიფიცირებული ყველა მოძალადე. გუშინ პოლიციელებსაც უსწორდებოდნენ, მოხვდათ წყლის ბოთლები პოლიციელებს აგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არავინ არ არის. როგორ კადრები არ გინახავთ, შემიძლია გაჩვენოთ ბატონ კახა. ხო იძახით. მოდი ერთ რაღაცას გაჩვენებთ და მაინტერესებს მე თქვენ გამპასო. რის გამო ზის ციხეში იცით? ნანუკა კადრში. ბატონო კახა, მიფასე პოლიციაზე თავდასხმა. მე შემიძლია გაჩვენოთ. ამაზე შეგიძლიათ გამოსცეთ. ეს მას შემდეგ რაც თავდასხმა მოაწყეს თქვენმა მხარდამჭერებმა. ბატონო კახა, მე შემიძლია გაჩვენოთ. ამაზე ველოდებით თქვენ გამპასო. ეს არის თქვენი მხარდამჭერის ლაივი, როგორ დაიწყო დაპირისპირება. შეგიძლიათ ნახოთ? ამაზე ველოდებით პასუხს თქვენ. გაგცემთ კითხვაზე პასუხს. მე გავჩვენებ დაპირისპირება. როგორ დაიწყო დაპირისპირება? თქვენი მხარდამჭერი. ეს არის მომენტი, როდესაც ეს 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდათ ამ ადამიანებს? საარჩევნო შტაბთან. თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან. არა, მე პასუხი მაინტერესებს ამაზე. ეს რას ნიშნავს? კადრი ნახეთ, როგორ იწყება დაპირისპირება. თქვენი მხარდამჭერები ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რატომ ვერ ნახოთ ეს კადრები? შეგიძლიათ გამწევთ პასუხი. არაფერი დაპირისპირება არა დაწყებული. ხალებით ცემეს, ხალებს ათხედავთ. არც ერთი არაა ხალი. ხალი არ არის კაცები. არ ვიცი, რაღაც სხვა აჯიშია. ხალი არ არის აქ. სად არის ხალი? აბა მითხარით, ერთი მაჩვენეთ, რომელია ხალი. ხალები არ არიან. მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ხალი. შემოწიეთ, მარტო თქვენ უნდა ისაუბრო. არა, მანახეთ, ჩვენ გამეც არა, პასუხი გამეცით ამ ყველაფერზე. ამაზე გამეცით. აი, ამიტომ ხარ. ნახეთ, თქვენ ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ. არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნო შტაბს. არაფრით არ განსხვავდებით იმათგან, ჩვეულებრივი. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად აშუქებთ სიბინძურეს, აღვივებთ დაპირისპირებას საზოგადოებაში, გახლეჩვის მცდელობას. აი ეს ხართ თქვენ. არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, ვინც გუშინ საარჩევნო შტაბს დაესწრა.
ნახოთ რატომ ვერ ბატონ კახა პირობას მისცემთ მოქალაქეებს რომ დაიჯერებიან მოძალადეები ბატონ კახა ეს არის პასუხი თქვენი ამ ძალადობაზე კოორდინირებულად მოქმედება ბატონ კახა ყოველთვის ასე ამიას პასუხი რამდენად რელევანტურია ბატონ კახა თქვა ხოდამის და პასუხი არ გაინტერესებს რო შეაფასოთ ეს პასუხი არ გაინტერესებს ხო, ნუ კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერი ეს არის უბრალოდ უნდათ რომ თავისი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, იმიტომ ყველანაირად გაუბედურებული, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის, თანადგომის, ყველანაირად ნიხილებში არიან გადავარდნილი, იმიტომ რომ ხალხი ხო ხედავს ვინ არიან, რას წარმოადგენენ, აი გუშინდელი მაგალითიც, ხო? არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეს არის მოძალადეები, ძალადობრივი დაჯგუფება, რომელსაც სურვილი აქვს და სხვათა შორის ეს ძალადობრივი ჯგუფები იკვებება გარედან. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით და ხალხი ხო უყურებს ამ ყველაფერს. ამიტომ მათი რეიტინგი, მხარდაჭერა, ავტორიტეტი არის ნული. არაფერი. შესაბამისად იგონებენ რაღაცეებს, რომ 4 ოქტომბერს მე თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბა ვინმე რამე გაბედოს კანონის წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯის თქვენ არა თქვენ უნდა გეშინოდეთ იმიტომ რომ 4 ოქტომბერს დამარცხდებით როგორც ოქტომბერში დამარცხდით ხალხი ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იგივე თემაზე აქვს მინდა რომ აი ამ ორ წამიან ვიდეოს შეხედა სადაც აუცილებლად დაინახავთ ხალხს რომელსაც რამდენად არ ვიცი მე გამიჭირდება ნუ იცი გონორით ლაპარაკი არა შენ კოლეგები ჟურნალისტები რომ ცემენ მამაღლა რო ყვირი ხარ ეს არ ნიშნავს იმას რომ რამე სხვაზე ისა ჟურნალისტები რომ ცემენ ნახეთ კადრები მზია ამაღლობელი ხო მე არ ვიცი ხა გამიჭირდება ამაზე საუბარი რამდენად სიმართლეს შეეფერება ეს იმიტომ რომ ეს ადამიანები ეცდებიან რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ ასეთი ხრიკებით ასე რომ ვთქვათ ხა არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა არც ერთი არც მეორე და ასე რომ ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და 4 ოქტომბერს ქართულ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მერების მიმართულებით ასევე საკრებულოში გაიმარჯვებს ქართული გაგდებულები არიან ეს ადამიანები ბატონო მადლობა